დღემშვიდობისაც უძველესო ტელემაყურებლებო მოგესალმებით 13 საათის შესრულდა საქართველოში მეგატივის პირდაპირ ეთერში გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო მე ნანა თევდორაძე ვარ თქვენთან დავრჩები დაახლოებით 14 საათამდე და ვეცდები რომ თემების მიუხედავად საინტერესო აღმოჩნდეს და კარგი განწყობა შეგიქმნათ მოგეთხოს რომ ძიმე თემებზე გვიწევს საუბარი მაგრამ ვფიქრობ გადაცემის პირველ ნაწილისავე მეორე ნაწილს პრევენციული მიზანიც აქვს და ამ კუთხით დარჩით ჩვენთან ერთად გადმოერთეთ მეგაზე და მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ძალიან საპატივცემლო ადამიანი, რომელიც ბუნდოდათ მახსოვს ბოლოს როდის ვიხილეთ ჩემს სტუდიაში, ქალბატონი დალი ქობულაძე გვეწვია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. მოგესალმებით ქალბატონო დალი, როგორ ხართ? დადგა ნანატრი დღე და პრესის ახრიდან უკვე ახალ მისამართზე და ახალ სტუდიაში მოვბრძოდით, როგორ ხართ? თქვენი განწყობა როგორია? მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენს ქვეყანაში და ირგვლივ ხდება. მოგესალმებით ნანა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, გილოცავთ ახალ სტუდიას წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს, მოხარული ვარ რომ ისევ და ისევ ვაგრძელებთ. ჩვენი ყოველი შეხვედრა ალბათ ჩვენს ჯანმრთელობაზე იყო მიმართული, но ყოველ შემთხვევაში დავფიქრებული ყავით მაინც რომ შეგვიძლია რაღაცების თავიდან არიდება, მაგრამ თუ მაინც და მაინც თავიდან ვერ ავირიდეთ, ვიცოდეთ როგორ მართოთ ჩვენი მდგომარეობა. მე ყოველ შემთხვევაში ვზარმაცობ ხოლმე ამა თუ იმ საკითხებში, მაგრამ იმედია ჩვენი ტელემაყურებლები ამგვარად არ არიან. დღეს ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა ეს არის პაპილომა ვირუსი, პრევენციები და მეთოდები, რითიც შეიძლება თავიდან ავერიდოთ ეს ვერაგი ვირუსი. თქვენ უკეთ ისაუბრებთ, ასე რომ შეგვიძლია თამამად დავიწყოთ და მოგვახსენოთ ზოგადად რა არის პაპილომა ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. პაპილომა ვირუსი ეს არის ვირუსების საკმაოდ დიდი ჯგუფი. კერძოდ პაპილომა ვირუსებს მიეკუთვნება 200-მდე ქვეტიპი გენოტიპი ვირუსების და ისინი ძირითადად ორ ჯგუფად იყოფიან ხოლმე, ეს არის მაღალი რისკის გენოტიპები და დაბალი რისკის გენოტიპები. აი ეს მაღალი რისკი და დაბალი რისკი მიეკუთვნებიან ისინი იმის შესაბამისად იწვევენ თუ არა კიბოს ონკოლოგიურ დაავადებებს, კიბოს წინარე მდგომარეობებს და ამის მიხედვით ხდება ტიპირება აი ამ ვირუსების. რაც შეეხება ამ ვირუსების გავრცელებას, ისინი საკმაოდ გავრცელებული ვირუსები არიან, ეს არის რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ინფექცია. როგორ უნდა გავიგოთ ტერმინი? ითვლება გეტყვით ახლა რომ ითვლება რომ საერთოდ აი სქესობრივად აქტიური მამაკაცების 90% და ასევე სქესობრივად აქტიური ქალების 80% გლობალურად ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ერთთან რამდენიმე ვირუსს აუცილებლად შეხვდება ხოლმე. ანუ ეს არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გადამდები ვირუსი, რომლებიც როგორც გითხარით, იყოფიან ორ ძირითად კატეგორიად. ანუ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პაპილომა ვირუსი მხოლოდ სქესობრივი გზით გადადის და ყველაზე დიდი კონტაქტით. ასევე შესაძლებელია გადავიდეს კანით-კანზე კონტაქტით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ძირითადად ითვლება, რომ გადაცემა ხდება სქესობრივი გზით. კარგი, თქვენ ბრძანეთ, რომ ცხოვრების მანძილზე ორჯერ ან სამჯერ მაინც შეგვეძლება შეიძლება ერთთან რამდენიმე ვირუსი, იმიტომ რომ თქვით, რომ დაახლოებით საკმაოდ მრავალია ისეთი ვირუსები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანებში დაავადება გამოიწვიოს. ეს შეიძლება იყოს კონდილომების, მეჭეჭების სახით, ან ეს შეიძლება იყოს კიბოს წინარე მდგომარეობა, ან კიბო, თქვათ, რომელიმე სხვადასხვა ლოკაციის. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია პრევენცია ზოგადად ამ დაავადების და ადამიანების ცოდნა როგორ ავიცილოთ ეს ყველაფერი თავიდან. აი ჩვენ კი აღნიშნეთ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩვენი პოპულაციის ცხოვრების მანძილზე აქვს ხოლმე შეხვედრა, მაგრამ ყველა შემთხვევაში რა თქმა უნდა დაავადება არ ვითარდება ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში ვირუსი თავისთავად ტოვებს ორგანიზმს, ისე რომ არც იცოდეს რომ ინფიცირებულია, მაგრამ იმ შემთხვევაში როდესაც ჩება მაგალითად ონკოგენური ვირუსების შემთხვევაში, როდესაც ჩება ხოლმე ხანგრძლივად ვირუსი ადამიანის ორგანიზმში, შეიძლება რაიმე სიმპტომი არ უყვეს, მაგრამ ეს ვირუსი თავის საქმეს ორგანიზმში აკეთებს, აი ყოველგვარი სიმპტომის გარეშე. ცუდ საქმეზე აქვს საუბარი. რა თქმა უნდა, ცუდ საქმეზე აქვს საუბარი. რაც შეეხება იმას, რომ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს, აი როგორც გითხარით, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში სხვადასხვა ლოკაციის კიბოს წინარე მდგომარეობა და კიბო შეიძლება გამოიწვიოს. ქალებში განსაკუთრებით ყველაზე ხშირად ეს არის საშვილოს ნუსხელის კიბო და ითვლება, რომ უმეტეს შემთხვევაში საშვილოს ნუსხელის კიბოს განვითარებაზე პასუხისმგებელი არის სწორედ ადამიანის პაპილომა ვირუსი. აი ყველაზე აქტიური აი ონკოგენური ტიპებიდან არის მე-16 და მე-18 ტიპი. მაგალითად, ყველა კიბოს შემთხვევების დაახლოებით
დაახლოებით საშვილოსნოს ყელიზე მაქვს საუბარი, დაახლოებით 50% მოდის სწორედ აი მე-16 ტიპზე. დაახლოებით 12-15%-მდე მე-12 ტიპზე. დაახლოებით 4%-მდე სხვა დანარჩენ ტიპებზე. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული სწორი ნაწლავის კიბო და გენიტალიების სხვადასხვა ლოკაციის სიმსივნეები, პირის ღრუს, მაგალითად ყელის კიბო, რომელიც მამაკაცებში აი სხვა არაჯანსაღ ცხოვრების წესთან ერთად, მაგალითად ალკოჰოლთან, თამბაქოს მოხმარებასთან ერთად, აი სხვადასხვა რისკ ფაქტორები კიდევ უფრო აძლიერებენ ხოლმე ერთმანეთს. შესაძლებელია ასევე ძალიან იშვიათად, მაგრამ ეს შეიძლება გადაეცეს ბავშვებსაც, აი მაგალითად მშობიარობის პროცესში. მაშინ და ძირითადად აი ეს გადაცემა ხდება ხოლმე უფრო დაბალი რისკის, თუმცა ბავშვებისთვის იმ შემთხვევაში, როდესაც გადაეცემა საკმაოდ მაღალი რისკია, იმიტომ რომ ეს ძირითადად არის მე-6 და მე-11 ტიპები, დაბალი რისკის ტიპები, რომლებიც შეიძლება ეგეთ პაპილომები გამოიწვიოს მაგალითად ყელში, სასუნთქო სისტემაში და ასეთ შემთხვევაში ამან აი რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია შეიძლება იყოს საჭირო და შესაძლებელია რომ ლეტალური გამოსავალი საკმაოდ ძიმედ მიმდინარეობს ხოლმე. თუმცა იშვიათია ძალიან ბავშვებში ისე ვიმეორებ. ქალბატონო დალი, ქართულ სტატისტიკაზე აი ჩვენთან რამდენად არის გავრცელებული პაპილომა ვირუსი? ნახეთ, რამდენად არის პოპულაციაში გავრცელებული, აი ზუსტ პასუხს ამაზე, მაგრამ ნახეთ, ჩვენი სახელმწიფო პროგრამები უკვე გასული წლიდან ხდება გენოტიპირება, აი, როდესაც გადავალ უფრო დეტალურად, მე მგონი რომ მესია მე ვისაუბროთ ამ თემაზე, ხდება გენოტიპირება საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის პროგრამის ფარგლებში და ალბათ ჩვენ გვექნება ძალიან მალე ამაზეც დეტალური მონაცემები უფრო. რამდენად პოპულაციაში არის გავრცელებული. კეთილით, დავიწყოთ ბავშვობით. ისე უფრო ცოტა ვრცლად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოვდივართ ყველანი და ალბათ ჯობია ესე გადავანაწილოთ. აი, დაინფიცირდა ბავშვი, ხო? თუ დედა ინფიცირებულია, ნახეთ, თუ დედა ინფიცირებულია იმ კონკრეტული ტიპებით, ასეთ შემთხვევაში არსებობს გარკვეული რისკი, თუმცა ეს ძალიან მაღალ პროცენტში არა. ნუ არსებობს რისკი, რომ იშვიათად ბავშვები ინფიცირდებიან. თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ, გადაცემა იმ ინფექციის უფრო მეტად ძირითადად გადაეცემა ხოლმე სქესობრივი კონტაქტით, ამიტომ როდესაც ადამიანები იწყებენ იმას სქესობრივ ცხოვრებას, იქედან არის გაცილებით უფრო მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ შესაბამისად ქვეყნები ვაქცინაციისთვის ირჩევენ ხოლმე გარკვეულ ასაკს, აი ბავშვთა ასაკს, მაგალითად გარდატეხის ასაკში, რომ მერე შემდეგ აი პერიოდისათვის ორგანიზმს ჰქონდეს მზად იყოს იმუნური სისტემა, რომ პასუხი გასცეს თუ შეხვედრა ექნება. კარგით. დაუბრუნდეთ ახლა ისევ და ისევ ქალებს, ანუ როცა ვსაუბრობ პაპილომა ვირუსზე, ეს ყველაზე რთულად გამოხატული, მაინც საშვილოსნოს ყელის კიბო რჩება თუ არის კიდე რაღაც ისეთი გაღიზიანებას და დაავადებას იწვევს. არა, სხვა დაავადებებს გვაქვს. ნახეთ, როცა ვსაუბრობთ საშვილოსნოს ყელის კიბოზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საშვილოსნოს ყელის კიბო, აი პრობლემას თუ შევაფასებთ, სიკვდილიანობის მიხედვით აი ონკოლოგიურ დაავადებებში მესამე ადგილზეა ჩვენთან საქართველოში. ამიტომ რა თქმა უნდა საშვილოსნოს ყელის კიბო საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, მით უმეტეს რომ მისი გამოვლენა ხდება ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალებში და ეს საკმაოდ ძიმეთვირთია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ოჯახისთვის, იმიტომ რომ ერთია რომ ტრაგედია, ამას გარდაცვალება და მეორეა კიდე რომ ამის უკან არის დაობლებული ბავშვი და რა თქმა უნდა ესეც ტრაგედია ზოგადად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი პროფილაქტიკა და იმ ქვეყნებმა, რომლებმაც თავის დროზე დაიწყეს ეს ვაქცინაცია, საკმაოდ წარმატებები აქვთ ხოლმე. ჩვენთან ვაქცინაციას პაპილომა ვირუსს გულისხმობ, რამდენი წლიანი ისტორია აქვს და ნახეთ, ზოგადად რომ ვთქვათ, როგორი ისტორია აქვს თვითონ ვირუსს, 2006 წლიდან დაიწყეს განვითარებულმა ბევრმა ქვეყნებმა, მათ შორის ავსტრიამ, ავსტრალიამ, საფრანგეთმა, კანადამ და ასე შემდეგ და დღეს ასე მეტი ქვეყანაა, რომელიც ამ ვაქცინას იყენებს ხოლმე. ანუ პრაქტიკულად ვაქცინას აქვს 20 წლიანი ისტორია. ჩვენ პირველად დავიწყეთ 2017 წელს ქვეყანაში. ეს იყო პილოტი რამდენიმე რეგიონში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში და აჭარის რეგიონი და 2019 წლიდან მთლიანად უკვე ეროვნულ პროგრამის კალენდარში, ჩვენ იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში 10, 11, 12 წლის თავდაპირველად გოგონები იყვნენ ჩართული ამაში და შემდეგ მოგვიანებით ასევე ბიჭების და დღეს ჩვენი ეროვნული კალენდარი არის შემდეგი. იცრებიან როგორც გოგონები, ასევე ბიჭები 10, 11, 12 წლის ასაკში.
ახლა მინდა აღნიშნო, რომ ზოგადად ქვეყანა ირჩევს გამომდინარე თავის სებურებებიდან, თავის პრობლემებიდან, ასაკს და ასე შემდეგ. ეს ასაკი ძალიან ოპტიმალური იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგადად ვაქცინაცია ტარდება, შესაძლებელია ჩატარდეს 9 წლის ასაკიდან. ჩვენ ვიწყებთ 10 წლის ასაკიდან. ყველაზე ხანდაზმულ ასაკად რა შეიძლება აი გეტყვით ახლა, აი ხანდაზმული ასაკის ხანდაზმულობა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პირველად ეს ვაქცინაცია, მაშინ შედარებით შეზღუდული იყო, დაახლოებით 20 წლამდე და შემდეგ წლებში ჩვენთან გაჩნდა, რა თქმა უნდა, დამატებით პროგრამები, რომ მოსჯილ მოსახლეობასაც მიცემოდა შესაძლებლობა, იმიტომ რომ მოთხოვნადიც იყო, აი მოთხოვნა საზოგადოებიდანაც იყო, რა თქმა უნდა, ამაზე. და გასულ წელს მაგალითად ჰქონდა 45 წლის ასაკის ჩათვლით ქალები, აი 13-დან 45 წლის ასაკის ჩათვლით, ხოლო ბიჭები და მამაკაცები 13-დან 26 წლის ასაკის ჩათვლით. მიმდინარე 20-26 წლისთვის გაიზარდა აი მამაკაცებში ასაკი და ისევე როგორც ქალებში, მამაკაცებშიც 46 წლის ასაკის ჩათვლით შეუძლიათ ხოლმე მიიღონ აი ეს ვაქცინაცია. ერთი მინდა კიდე აღნიშნო, რომ თავდაპირველად ჰქონდა ჩვენ 4 კომპონენტიანი ვაქცინა, 4 აი მთავარ როგორც მაღალი რისკის, ასევე დაბალი რისკის წარმომადგენლებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ ხოლმე დაავადებებს, როგორც აღნიშნეთ, ეს არის მე-16, მე-18, მე-6 და მე-11 ტიპები ამას შეიცავდა, მაგრამ ეხლა გვაქვს 9 ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს 9 სხვადასხვა ქვეტიპს და უმეტესობა აქედან 2 არის ძირითადად დაბალი რისკის მე-6 და მე-11, რომელიც აი გენიტალურ მეჭეჭებსა და კონდილომებზეა ყველაზე უფრო მეტად ხშირად პასუხისმგებელი, ხოლო დანარჩენები არის მაღალი რისკის ონკოლოგიური ტიპები. ეხლა ალბათ საინტერესოა რამდენჯერადია ვაქცინა და როგორ უნდა ჩავიდეთ. ერთი რამ მაინტერესებს, არ ვიცი, შეიძლება ზედმეტად ალოგიკურად მოგეჩვენოთ ჩემი შეკითხვა. ქალიან მამაკაცი, რომელიც შეიძლება ინფიცირებული იყოს პაპილომა ვირუსით. ვაქცინაციას რაიმე აზრი აქვს თუ ამ შემთხვევაში? ნახეთ, ჩვენ ვთქვით, რომ ვაქცინაციას ვატარებთ 9 კომპონენტიანი ვაქცინით. ვაქცინაციის თუ ინფიცირებულია იმ რომელიმე ვირუსით, ვაქცინაციისთვის ეს უკუჩვენებას არ წარმოადგენს, მაგრამ სხვა დანარჩენის მიმართ იმუნიტეტი განვითარდება. ანუ არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ აი ახლა ინფიცირებული ადამიანი რომელიმე ტიპით და ამის განკურნება ვაქცინით, რა თქმა უნდა, არ მოხდება, ვაქცინა პრევენციის საშუალება, მაგრამ იმ დანარჩენი ტიპების მიმართ იმუნიტეტი, რა თქმა უნდა, ექნება. ამიტომ გაცილებით უმჯობესი ვარიანტია თუ დროულად ჩავიტარებთ ვაქცინაციას, თუ ჩვენ შვილებსაც ავცრით დროულად და ასევე მოსდილი მოსახლეობა, როგორც ვაქცინაციას, ასევე სკრინინგსაც შეუხამებს ერთმანეთს და რაც ეკუთვნის ასაკობრივად, დიახ, სინქრონში მოხდება, იმიტომ რომ ეგ მეცნიერულად დასაბუთებულია და ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას ძალიან კარგი გამოცდილება და კარგი შედეგები აქვს ამაზე და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მიგვიყვანს შედეგად. ხო, მაგრამ ალბათ თავარია ეს სიზარმაცე როგორ უნდა დავძლიოთ, რომ პირადად ჩემი თავიდან გამომდინარე ყველაფრის გადავადება მიყვარს ხოლმე. ახლა თუ არა მოდით ერთი კვირის შემდეგ და შემდეგან რაღაც ხდება ის დაგვავიწყდება ან შეიძლება გვიან გაგვახსენდეს, არ ვიცი. იმიტომ რომ ჩვენ ჯანმრთელობა მაინც უმეტესწილად ჩვენ ხელთაა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე 50% ეს ჩვენს ხელთ არის და ამიტომ ჯანმრთელობა ყველაზე ღირებულია და ნამდვილად არ უნდა გადავდოთ. კი ბატონო, დავბრუნდეთ ახლა იმ საკითხს, მაპატიეთ რომ გაგაწყვეტინეთ. წელიწადში ერთხელ ხდება ვაქცინაცია რა ინტენსივობით და ეს ნახეთ, ძალაში რამდენი ადამიანის სიცოცხლეში ერთხელა იცრის ამას და ხანგრძლივი იმუნიტეტი აქვს, რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციას. ჩვენ საუბრობთ 10, 11, 12 წელზე, მაგრამ თუ 10 წლის ასაკში აიცრის, რა თქმა უნდა, 11 და 12 წლის ასაკში ის ბავშვები არ აიცრიან. ამ შემთხვევაში 10, 11, 12 წელზე იგულისხმება ის ბავშვები, ვინც არ არის ჯერ კიდე ვაქცინირებული. ანალოგიურად, ნახეთ, ამ შემთხვევაში ვაქცინაცია ტარდება ორჯერადად. 6 თვის ინტერვალით, ანუ პირველ დოზასა და მეორე დოზას შორის ინტერვალი უნდა იყოს 6 თვე და მინდა ვთქვა, როგორც წესი ჩვენ, აი როგორც შენ ამბობ, რომ გადავადება გვიყვარს, საერთოდ გვიყვარს ხოლმე. ანუ შენ მარტო არ ახარ გამონათლისი, ამიტომ უყვართ ხოლმე ადამიანებს, რომ გადადო, გაახანგრძლივდეს პერიოდი და ურჩევდი, რომ ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია, რომ
თუ ამ ინტერვალებსაც დავიცავთ, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მაღალი იქნება დამცველობა და ანტისხეულების ტიტრი იქნება გაცილებით უფრო მაღალი თუ ამ რეგულაციებს გავყვებით. რაც შეეხება 15 წლის ასაკამდე ვაქცინაცია არის ორჯერადი, 15 წლის ასაკის შემდეგ, ანუ მაღალ ასაკში ვაქცინაცია არის სამჯერადი. შემდეგი სქემით ეგ არის 0, 2 და 6 თვე, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ანუ ნულოვანი დოზიდან მეორე დოზამდე 2 თვეა ინტერვალი, პირველი ანუ ნულოვანი დოზიდან მესამე დოზამდე 6 თვეა ინტერვალი. და ამ ინტერვალებსაც თუ დავიცავთ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეორე და მესამე დოზას შორის 3 თვეზე ნაკლები ინტერვალი არ უნდა იყოს ხოლმე. ანუ საკმაოდ კაცრი კალენდარი აქვს და არა, ნახეთ როგორ არის, თუ გადავაბადეთ რაიმე მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ასე შემდეგ, ეს არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა ჩავიტაროთ, მაგრამ ნახეთ რა შეესაქმე, ამ ვაქცინას აქვს აი ძალიან კარგი მახასიათებლები, რაც დღეს არსებულ ვაქცინებს აქვს ხოლმე. დაახლოებით 95-98%-იანი ეფექტურობა აქვს, რაც ძალიან კარგია. გვერდითი მოვლენები, აი ძალიან იშვიათია და ისიც მსუბუქი ძალიან და ასევე აი მოგახსენებთ და ასევე რაც შეეხება უკუჩვენებას. უკუჩვენებებიც ძალიან მინიმალურია, უკუჩვენებას წარმოადგენს, აი მაგალითად თუ თქვენ გაიკეთეთ პირველი დოზა და გქონდათ ანაფილაქსია. ანუ მაგრამ მსუბუქ რეაქციაზე ავსაუბრობ, ანაფილაქსია რეაქცია თუ იყო, ამ შემთხვევაში მეორე დოზას არ გაიკეთებთ. მაგრამ ასევე მწვავე დაავადება ცხელებით მიმდინარე, აი მაგალითად რაიმე ცხელებით მიმდინარე დაავადება გვს ეგ არის უკუჩვენება და ფაქტიურად სხვა შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება ვაქცინაცია ჩაიტაროს. ვინ არ შეიძლება? რაიმე წინასწარი გამოკვლევები არ არის საჭირო, აი თქვენ იკითხეთ, რომ თუ ინფიცირებულია, თუ ინფიცირებულია ეს უკუჩვენებას არ წარმოადგენს და ადამიანი ხა 9 ვირუსით ერთდროულად რა 9 გენოტიპით, რა თქმა უნდა, არ იქნება ხოლმე ინფიცირებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხო თქვენ კიდე იკითხეთ, რომ რა გართულებები შეიძლება გქონდეს. შესაძლებელია შედარებით უფრო რაც ხდება ხშირად არა, მაგრამ ხდება, შეიძლება იყოს ადგილობრივი რეაქცია, ინექციის ადგილას იყოს შეწითლება, შეშუპება მცირე დროით, რომელიც გაივლის 2-3 დღეში და ასევე შეიძლება იყოს თავის ტკივილი, იშვიათად ძალიან ცხელება, ხო ძალიან იშვიათად. კარგი, ვინ თუ არის ასეთი ტიპი, ვინ არ შეიძლება, ვინ არ უნდა გაიკეთოს? აი, არ უნდა გავიკეთოთ ორსულობის პერიოდში. მაგრამ ნახეთ, თუ მაგალითად თქვათ ადამიანმა გაიკეთა პირველი დოზა და მე აღმოაჩინა რომ ორსულად არის, ეს რა თქმა უნდა შეშფოთების საგანი არ უნდა იყოს. ნახეთ, დღეს არ არსებობს დასრულებული კვლევები, აი მტკიცებულება ამაზე, რომ რაიმე ზიანი ამას შეუძლია თუ არა მოიტანოს დედისთვის ან ბავშვისთვის. ანუ ნახეთ როგორ ხდება ამ იმუნიზაციაში, შეიძლება ხვალდაზეგეს პოზიციაც შეიცვალოს იმის შესაბამისად, როდესაც იქნება მტკიცებულება ჩატარებული კვლევების მიხედვით. ანუ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამაზე ამიტომ თავს იკავებენ, რომ რაიმე მტკიცებულება ისეთი არ არის. კარგი, დაუბრუნდეთ ისევ ახლა ორივე სქეს. პირობითად X და Y-მა ადამიანმა ქალმა და კაცმა გაიკეთა ვაქცინაცია. ყველა დოზა რაც საჭირო იყო. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ ჩვენი ცუდი ჩვევები გავაგრძელოთ ან სიფრთხილე არ გამოვიჩინოთ. ანუ ეს 100%-იანი გარანტია არ არის, ხო, ამაზე მინდა აღვიქვათ. ხო, აი ნახეთ, ეგ 100%-იანი გარანტია, 100%-იანი არაფერი არ არის. ბუნებაში 100%-იანი გარანტია არ არის, მაგრამ მოდით საუბრობთ 95-98%-იანი ეფექტურობაზე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მაღალი არის და მაღალი დაცვაა ძალიან. მაგრამ იქ მეორე მომენტია, ხო არ არის სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციები, მხოლოდ ეგ. სხვა პრობლემებიც საკმაოდ ბევრია, ასე რომ მაინც ახლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ყველაფერს უფლება გვაქვს, მაშინ სხვა დაავადებებზეც და სხვა ინფექციებზეც რა თქმა უნდა ვიფიქროთ. აი სხვათა შორის იცით რა, როდესაც ადამიანს სასაკი ცხოვრების წესი ცხოვრობს და იმუნური სტატუსი აქვს საკმაოდ კარგი, თავად დაავადებას ეს გამოვლენა, სიმპტომების გამოვლენას უფრო აი ეს პროცესი გახანგრძლივებულია. აი მაგალითად, თუ ადამიანი დაინფიცირდება, ქალი ვთქვათ და საშვილოსნოს ლორწოვანში ხდება ეს ვირუსი, აი ესეთ შემწყელის ლორწოვანში შესაძლებელია ეს პროცესი სადღაც 15-20 წელი გაგრძელდეს ისე, რომ რაიმე სიმპტომი ადამიანს არ ჰქონდეს და რაიმე გამოვლინება, ხო? ამ შემთხვევაში არ არის, მაგრამ
თუ იწყება არარეგულარული სისხლდენები, ტკივილი ზურგის არეში, მენჯის ტკივილი, ფეხის ტკივილი, წონაში კლება, უმადობა და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევაში ეს ვლინდება მოგვიანებით, როგორც სიმპტომები. მაგრამ თუ ადამიანს აქვს დაბალი იმუნური სტატუსი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება 5-10 წლის განმავლობაში დაინფიცირებიდან განვითარდეს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, როდესაც სხვა რომელიმე კოინფექცია, მაგალითად სხვა რომელიმე სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია აქვს, როდესაც რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი ყავს. და ასე შემდეგ შეიძლება სხვადასხვა გაცილებით ადრე განვითარდეს. ხომ არ შევაშინოთ ტელემაყურებლები და მათ შორის არც მე, თუ ადამიანს მენჯის ტკივან დიდ აპეტიტს არ განიცდის, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ეს საუბარია, მე ვთქვი, რომ გარკვეული წლების შემდეგ ეს შეიძლება ასე გამოვიდეს, მაგრამ ხა ყველა შემთხვევაში მენჯის ტკივილი, რა თქმა უნდა, შეიძლება აბსოლუტურად სხვა პათოლოგია. ქალბატონო დალი და რაც შეეხება მკურნალობას, თქვენი კომპეტენცია ეს მეტნაკლებად არის, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქე და ადამიანი ის რა ვიცი, ამდენი წელი ამ საქმეში ხართ, აი მკურნალობა რამდენად ეფექტურია და შეიძლება თუ არა 21 საუკუნის საქართველოში ჩაითვალოს, რომ ეს პაპილომა ვირუსი არის განაჩენი. არ შეიძლება, ნახეთ, ეს განაჩენი ჩვენ თავად შეიძლება შევცვალოთ და რატომ? ჩვენ ძირითადად ახლა ვისაუბრეთ პირველად პრევენციაზე, ვაქცინაციაზე. ძალიან მნიშვნელოვანი ეს შეკითხვაც იყო თქვენგან ძალიან მნიშვნელოვანი არის მეორადი პრევენცია ასევე რომელიც პარალელურად მოსდილი მოსახლეობის საოცრად და განხორციელდეს ეს არის დაავადება გამოავლინოთ მანამ ადრეულ პერიოდში იმიტომ რომ ეგ არის უსიმპტომო პაციენტები უსიმპტომო ადამიანების გამოკვლევა ხო აი სკრინინგული კვლევა რასაც ჩვენი სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს აი მაგალითად საშუალო სკელის სკრინინგული ეგეთი პროფესია გამოკვლევები დაგეგმილი არის სახელმწიფო პროგრამით 25-60 წლის ასაკში. აი 25-დან 30 წლამდე ქალმა უნდა ჩაიტაროს კონსულტაცია, ვიზუალურად დაათვალიეროს თქვა გინეკოლოგმა და ასევე აპტესტით გამოკვლევა, რომელიც გვეტყვის პაპილომა ვირუსით არის ეს ადამიანი ინფიცირებული თუ არ არის ინფიცირებული. აი ეს გამოკვლევები ყოველ 3 წელიწადში 25 წლიდან ერთხელ უნდა ჩატარდეს, 30 წლიდან 60 წლამდე უკვე ერთვება პაპილომა ვირუსის დნმ ტესტირება, სადაც უფრო ჩაღრმავებული კვლევაა და გენოტიპირება ხდება უკვე ამ ვირუსის და აი ეს არის სწორედ საინტერესო, რომ ამის გაანალიზებით ჩვენ ნახავთ რა შედეგები გვაქვს ზოგადად ქვეყანაში, მაგრამ ძალიან ცუდია რომ მიმართვიანობა აი ამ სკრინინგისთვის არის ძალიან დაბალი, ხო? შედარებით ძალიან აქტიურია ახლა გარკვეული მაგალითად დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ამაზე კი მუშაობა მაგრამ სამწუხაროდ მიმართვიანობა ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. თუმცა დინამიკაში უნდა აღვნიშნოთ, რომ აი ბოლო წლებში მოიმატა, შედარებით მოიმატა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის. ამიტომ აი ეს მკურნალობა ჯერ კიდევ თუ ადრე დაიწყება, შეიძლება ადამიანი დაისვა დიაგნოზი კიბოს წინარე მდგომარეობაში და გადარჩეს კიბოს აღარ განვითარდეს, ან კიბოს ადრეულ სტადიაზე თუ პირველად მეორე სტადიაზე დაისმევა დიაგნოზი, რა თქმა უნდა მკურნალობის შედეგიც იქნება გაცილებით უკეთესი და ესეც სიცოცხლის გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება იმას, თუ ეხლა დიაგნოზი გვიან სტადიაზე ისმევა მესამე და მეოთხე სტადიაზე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მკურნალობა აუცილებლად ენიშნება, უმეტეს შემთხვევაში ქირურგიული ჩარევები გააჩნია პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, სხიური ან ქიმიოთერაპია და ასე შემდეგ. ჯანმრთელობა ვუსურვოთ ყველას, ვინც გვიყურებს და ვინც არ გვიყურებს და არასოდეს არ უნდა გადავავადოთ, ალბათ მასე ზრუნავ, ხო? ჯანმრთელობა არ უნდა გადავავადოთ არასოდეს და ჩვენ შვილებსაც უნდა ვასწავლოთ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც აი ბავშვები გაეცვნენ, ხო, აი გოგონები უკვე ეს დასაკში არიან, ვისაც საცრაუძეს, ბავშვები გაეცვნენ და თავად მიიყვანეს დედები და თვითონ გამოიჩინეს აქტიურობა, ასეთი შემთხვევებიც არის ხოლმე და ძალიან მიხარია, რომ ასეთი საღი აზროვნებით უყურებს გარკვეული ნაწილი ჩვენი ახალგაზრდა თაობისა. კარგით, ანუ შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და მაინც ეს მარტივად და რუტინად რომ არ გადაგვექცეს ვირუსისგან თავი როგორ უნდა დავიცვათ, რაზე უნდა გავამახვილოთ? ვირუსისგან რომ თავი დავიცვათ, უპირველესი არის პირველადი პრევენცია, ანუ იმუნიზაცია. ეხლა ეს ძალიან ხელმისაწვდომია ჩვენთან ქვეყანაში, საკმაოდ აი ყველა ვაქცინა რაც შემოდის ჩვენთან საქართველოში არის პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ
რაც მიუთითებს მის მაღალ ხარისხზე, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნუ გადავდებთ, ეს არის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ეს არის უფასო 10 წლიდან 45 წლის ასაკის ჩათვლით, როგორც ქალებში, გოგონებში და ქალებში, ასევე ბიჭებში და მამაკაცებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია უპირველეს ყოვლისა, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ თუ მაღალ ასაკში ახლა გვაქვს გარკვევლისა, აი მასაკმა 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებმა აუცილებლად უნდა მივართონ სკრინინგ კვლევებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია თუ ერთდროულად ვაქცინაციასაც ვიტარებთ სკრინინგ კვლევებსაც, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გამოსავალი გვექნება გაცილებით უკეთესი. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დაგვიწმეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და გემშვიდობებით მორიგს საერთოდ. მადლობა თქვენ, რომ ყოველთვის აქტუალურ საკითხებზე გაგვთ ხოლმე თქვენი გადაცემები, ჯანმრთელობის მედიცინის მიმართულებით და ჯანმრთელობას გისურვებთ. დროებით და გემშვიდობებით. გადაცემის პირველი ნაწილი დღეისათვის ამით დასრულებულია. ჩემი სტუმარი გახდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქალბატონი დალი ქობულაძე. რამდენიმე წუთით შევისვენოთ და ისევ დავბრუნდებით სტუმართან ერთად, დაგველოდეთ დროებით.